საყდრისი წარმოადგენს მსოფლიოში უძველეს ოქროს მაღაროს, უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც იმსახურებს როგორც დაცვას, ასევე მომავალ კვლევებს. გთხოვთ დაუყოვნებლივ შეაჩეროთ ნებისმიერი სამთო წარმოება ძეგლზე და დააფუძნოთ დამოუკიდებელი კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტებით. ეს არის ამონარიდი Volkswagen-ის ფონდის გენერალური მდივნის პროფესორ ვილჰელმ კრულის 2013 წლის 13 სექტემბრის ოფიციალური წერილიდან, რომლითაც მან საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მიმართა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე საყდრისი ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოიხსნა. საყდრისის ბორცვი აფეთქეს. ეს არის კვირის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ უკვე ნიკა რურვასთან. დილამშვიდობის, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. საინტერესოა, ჩემთვის პირადად მაყურებელსაც რომ უთხრა, გაცილებით საინტერესოა ნიკა რურვა პოლიტიკის მიღმა, ასე რომ ჩვენ ამ ფორმატში ვხვდებით კიდევ ერთხელ ერთმანეთს, დიდი მადლობა. ბატონო ნიკა, საკითხი, რომელმაც ააღელვა საზოგადოება, არაერთი ტელეგადაცემა მიეძღვნა ამას და ჯერ კიდევ ცხელია ეს თემა, რას ფიქრობთ ამ საკითხზე? ბუნებრივია, რომ ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია, როდესაც ესე უცერემონიოდ ანადგურებენ შესაძლებელ ძალიან მნიშვნელოვან კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლს. იქ, როგორც ვიცით, სერიოზული ეჭვების საფუძველზე შეიქმნა მოსაზრება, რომ არსებობდა 3000 ქრისტეს შობამდე 3000 წლის 2-3000 წლის წინანდელი ესეთი ოქროს მოპოვების საბადო, რაც ხატობს ფაქტს, რომ ამ პერიოდში საქართველოში არსებობდა ცივილიზებული, მაღალგანვითარებული კულტურული სახელმწიფო. ამის ეს ხელში ჩაგდებისთანავე აფეთქება, არის ნამდვილი ბარბაროსობა და ახლობით გავს ტალიბებმა რო აფეთქეს ორი დიდი ბუდას სკულპტურა ავღანეთში, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდნენ. ასე რომ ძალიან ცუდი რაღაცაა ესა და ჩემი აზრით დასკვნა აქედან თუ გამოვიდანთ, ეს არის ის, რომ ამ შემთხვევაში და ეს არ არის ერთი ცალკეული შემთხვევა, რუსული ბიზნესი არად დაგიდევთ არაფერს გარდა წუთიერი იმდღევანდელი მოგებისა. ეს რუსული კომპანია, ვინც ეს გააკეთა და სამწუხაროდ ამაში მას ხელი შეუწყო საქართველოს მთავრობამ. საზოგადოების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ესეთ პროცესებში, როცა ვთქვათ კულტურულ მემკვიდრეობას ეხება საქმე. საინტერესოა, რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, არ ვიცი, რამე ფორმულა თუ არსებობს ამის, ან რა შეიძლება მოხდეს, რა როლი აქვს საზოგადოებას ამაში თქვენი აზრით? ფორმულა ბუნებრივი არ არსებობს, ფორმულა არის აქტიურობა უფრო სწორედ ამ თემაზე და რაც შეიძლება ხიად გამოხატვა იმ აბსოლუტურად ლეგიტიმური უკმაყოფილებისა, რომელიც არსებობს. სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში გულგრილია ხოლმე მოსახლეობა მსგავს საკითხებზე გვახსოვს ჩვენ შემთხვევაში. ცით რა არის? შეიძლება, მაგრამ აი სწორედ პოლიტიკოსების და არა მარტო პოლიტიკოსების, არამედ ამ საკითხის ადვოკატების, დამცველების, ასე ვთქვათ, ვალდებულებაა, რომ აუხსნა საზოგადოებას მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ამ კონკრეტული ძეგლისა. იმიტომ რომ კულტურა ბიზნესთან შედარებით ყოველთვის სუსტია. და თუ მივცემთ საშუალებას ასე ყოველთვის სჭირდება დაცვა. ველურ ფინანსურ და ეკონომიკურ ინტერესებს დააჯდეს თავზე კულტურას, ის უბრალოდ გაანადგურებს მას. აქ ასე ვთქვათ, ის მიდგომა, რომ ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს, არ მუშაობს, იმიტომ რომ ბაზარი ძალიან ეგოისტურია ხანდახან, მით უმეტეს ესეთი ველური ბაზარი, როგორც არის რუსული ბიზნესი. ამიტომ აქ სახელმწიფო უბრალოდ ვალდებულია, რომ ეს ყველაფერი შეაჩეროს. ეხლა რამდენადაც ვიცი, იქ კიდე ამბობენ რაღაცის გადარჩენა შეიძლება, თუმცა მე მეეჭვება, იმიტომ რომ თავარი ბორცვი ფაქტობრივად აფეთქებულია. აფეთქებების შედეგად უბრალოდ გაქრა ალბათ ყველა კვალი კულტურული რაც იქ იყო. ჩემთან როგორც იცით, ეს ამ კომპანიის წინამორბედი მოვიდა და თხოვა რომ მომეხსნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ეს ხო თუ არ მეშლება 2012 წელს. ამაზე ბუნებრივია ისინი ვარით გავისტუმრე, იმიტომ რომ
იქ იყო სერიოზული ეჭვი, არსებობს დასკვნა უცხოელი სპეციალისტების, რომ აქ შესაძლოა იყოს აი ესეთი უძველესი ოქროს მოპოვების ნაკვალევი. ფაქტობრივად ან ბოლომდეც არ არის გამოკვლეული. არ დასრულებულა, ფაქტობრივად არ დასწავლა. საქმეც მაგაშია, რომ იქ საბოლოოდ ან ერთ მხარეს არგუმენტი, ან მეორე მხარეს არ არსებობს. ბუნებრივია დამცველებს ჯერათ და მეც მათ მეთანხმები, რომ დიდი შანსია, რომ აქ იყოს, იმიტომ რომ ქართული ოქროს კვალი და ყველა ოქროს, ყველგან მოპოვებულ ოქროს გააჩნია ეგრეთ წოდებული თითის ანაბეჭდი, თავისი დნმ. შეიძლება თქვა, რომ ქიმიური ანალიზი დღეს უკვე ადგენს თუ სად არის დაახლოებით ეს მოპოვებული. აი საქართველოში მოპოვებული ოქროს ნიმუშები გვხვდება. თქვენ წარმოიდგინეთ ეგვიპტური ანტიკური ეგვიპტის სხვადასხვა ოქროს სამკაულებში. ეს რას ნიშნავს, რომ ეგვიპტის დროს საქართველოში არსებობდა მაღალ განვითარებული კულტურული სახელმწიფო. ეს უდიდესი მიგნებაა და ესეთი მტკიცებაა იმისა, რომ აქ არსებობდა განვითარებული ცივილიზაცია. ეს დიდი რაღაცაა ძალიან. ამაზე ბევრი არ დაწერილა, ამაზე ბევრი არ თქმულა და ეს არის ჩვენი გასაკეთებელი, საქართველოს გასაკეთებელი, რომ ეს გაიგოს მსოფლიომ. წარმოიდგინეთ ამას, რომ შენ თვითონ აფეთქებ. ფაქტიურად აფეთქებ შენ მომავალს და შენ მიმართ კეთილგანწყობას და კარგავ ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, უპირატესობას მსოფლიოში. იმ სახელმწიფოებიდან, ვისაც ასეთი რამე უბრალოდ არ გააჩნიათ. საზოგადოება ვახსენეთ ჩვენი დიდი კულტურა, რომლითაც ხშირად ვამაყობთ და ხშირად სუფრაზე შემოიფარგლება ხოლმე ეს, ასე ვთქვათ, უკაცრავად ამ სიტყვას ვიხმარ, ყრაბაღი, მაგრამ რაღაცნაირად ჩვენ მაინც ვართ იმ პროცესში, რომ ეხა თავიდან გვიწევს რაღაცა გარკვეული დიდი შუალედის შემდეგ დაბრუნება, ბრძოლა იმისთვის, რომ დაუბრუნდეთ ევროპულ საზოგადოებას. ევროინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, მაგრამ მე მინდა კითხოთ საზოგადოებაზე. რა პრობლემები აქვს დღევანდელ ქართულ საზოგადოებას? ესე ზოგადად ალბათ ძალიან რთული იქნება საკითხზე საუბარი, მაგრამ თქვენი აზრი საინტერესოა. ხო, ახლა არ არის მაინდა-მაინც სადვილი კითხვა, იმიტომ რომ პრობლემების მეტი. ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვყოთ თუ გნებავთ. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მაინც არის, ჩემი აზრით და ძალიან სამწუხარო პრობლემა, ეს არის გაჭირვება, სიღატაკე. ეკონომიკური პრობლემები, რომელიც შემდეგ დიდ ბარიერად ექცევა ყველა დანარჩენ ესეთ კარგი მიმართულებით განვითარებას, როდესაც ადამიანი სიდუხჭირეში და სიღატაკეშია, მას არჩება, თქვათ, ბევრი დრო იმისთვის, რომ გამოასწოროს, თქვათ, თავისი განათლების ხარისხი, მიხედავს თავის ჯანმრთელობას. ეს კულტურა ეს არის, კულტურა ესეც არის უფრო სწორედ. არ არის მარტო რაღაც ტრადიციები და სურათები კედლებიდან. კულტურა არის ყოველდღიური ცხოვრების წესიც, კულტურა არის ის როგორ ურთიერთობს ადამიანი სამყაროსთან და როგორ ურთიერთობს საკუთარ თავთან, ხო და ეს სიდუხჭირე შემდეგ არის წარმომშობი ყველა დანარჩენი ნეგატიური მოვლენებისა და ეს დიდი პრობლემაა. ამის გარდა მე აქედან გამომდინარე ბევრი სხვადასხვა პრობლემებია. ამას შეგვიძლია ვილაპარაკოთ. დაუსრულებლად. დილა არ ეყოფა. განათლება არის პრობლემა, სასკოლო განათლება სერიოზული პრობლემაა ჩემი აზრით, იმიტომ რომ სკოლაში ბავშვი ადამიანი ყალიბდება მეტწილად პიროვნებად. უმაღლესში მე ის უბრალოდ სწავლობს რაღაც პროფესიას. ფორმირების პროცესი არ ჩერდება, ბუნებრივია მთელი ცხოვრება ადამიანი იცვლება, მაგრამ აი საფუძველი, რაზეც უნდა ააშენოს მან თავის პიროვნება, თავისი პროფესიული ცხოვრება, თავის პიროვნული ცხოვრება, ყალიბდება სასკოლო განათლება გაჩნიათ თქვენ? კი, სასკოლო განათლება მეჩნიათ დიდ პრობლემად და ერთ-ერთ დიდ ჩავარდნად ალბათ, რომელიც გქონდა წინა წლებში იმ მთავრობაში, რომელსაც მე წარმოვადგენდი. სასკოლო განათლება არის პრობლემა შინაარსობრივად, ანუ თვითონ მეთოდოლოგიები გამოყენებული იქ არის დაძველებული და უეფექტო. პროცესი არის მოჩვენებითი მეტწილად. პედაგოგების დიდ ნაწილს ჭირდება გადამზადება და უკეთ კვალიფიკაციის ამაღლება. სახელმძღვანელოები არის დასახვეწი. მოკლედ, უზარმაზარი პრობლემაა. ესეც ასევე სიღარიბის არ იყოს წარმოშობს შემდეგ დიდ ასეთ
წყალში ჩაგდებული ქვის ეფექტს, ესეთი რგოლების ეფექტს. შემდეგ ეს ითარგმნება უმუშევრობაში, ითარგმნება სხვადასხვა სოციალურ დაავადებებში, როგორც არის ვთქვათ, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, ასე შემდეგ და ეს ყველაფერი ერთმანეთთან ძალიან გადაჭაჭულია. როცა ისინი ეძებენ გარემოს შეცვლას. ამჯერად მე მინდა რეჟისორებს თქო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ კვირაში იყო, კვირის მნიშვნელოვანი თემა, ზაზა ურუშაძის ფილმი მანდარინები, რომელმაც იბრძოლა, ასე ვთქვათ, და მოხვდა ნომინაციაში ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში, ხუთეულშია. თუ შეიძლება რომ ეს კადრები გავუშვათ ეთერში და შესაბამისად მას ასევე აქვს ბრძოლის უნარიანობა აქედან გამომდინარე ოსკარზეც. ასევე ოსკარზე იბრძოლებს გიორგევაშვილის ფილმი სიმინდის კუნძული. ამაზე მინდა გკითხოთ, ანუ ქართული კინო, რომელიც ძალიან ასე ვთქვათ, აქტუალურ თემებს ეხება ბოლო პერიოდში. აქტიურად მუშაობენ რეჟისორებიც, კინოცენტრმა თამარ ტატიშვილის დროს ბევრი აგური დადო ამაზე, იყო ბევრი მასალა შემდეგ, მაგრამ რატომღაც მაინც არ არის კინო სახელმწიფოს პრიორიტეტი, ისევ და ისევ, ანუ კინოში იმდენ ფულს ვერ ხარჯავს. სამწუხაროდ რეჟისორები ისევ და ისევ ნაწილ დაფინანსებას იღებენ კინოცენტრიდან და ნაწილ ფულს ისევ და ისევ ეძებენ უცხოელი ინვესტორებისგან, ესე ვთქვათ, და ეძებენ უცხოელ პროდიუსერებს. ძირითადად ყველა ბოლო პერიოდში გამოსული ფილმი მაინც კოპროდუქციაა. ეს კარგია, ეს ცუდი არ არის, იმიტომ რომ კოპროდუქციაში საქართველოს მხარეს სწავლობს თანამედროვე კინოწარმოების ბევრ დეტალს, რომელიც საჭიროა. სახელმწიფო 100%-ით არსად არაფინანსებს კინოს, ეს არის წარსულის ამბავი, ეგეთი რამე აღარ დაბრუნდება, ესე იყო მარტო საბჭოთა პერიოდში, როცა კინო იყო იდეოლოგიის ერთ-ერთი იარაღი და კიდე კაი რომ ეს წარსულს ჩაბარდა, მეორე მხრივ თანამედროვე ქართულ კინოს მარტო დაფინანსების პრობლემა არ აქვს. ქართულ კინოს პრობლემა აქვს ბევრი პროფესიულიც. მაგალითად, ძალიან სუსტია ჩვენი დრამატურგია ამ წუთში. ძალიან სუსტია ქართული სცენარები და შეიძლება ითქვას პრიმიტიულია პრეტენზიულობის ასეთი ელფერით. სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება ქართულ ფილმებს სერიოზული წარმატების იმედი არ უნდა. ჩვენ ისევ განათლების პრობლემასთან მივდივართ ბატონიკა, იმიტომ რომ სამწუხაროდ მე მახსოვს, მე გავიარე ეს კურსი კოტე ჯანდიერის ყავდა მაშინ ჯგუფი აყვანილი კინოდრამატურგიის, ეს მე მგონი თუ არ ვწდები აღარ არის უკვე ეს ფაკულტეტი. ანუ ეს საკითხი ისევ განათლებასთან მივდივართ. ჩვენი კარგი სცენარისტების უმრავლესობა მაინც საბჭოთა პერიოდში იყვნენ ესეთი რუსი ებრაელი პედაგოგების სკოლაში გასწრილი, ესენი იყვნენ ეგრეთ წოდებული ვგიკის კურსდამთავრებულები და იქ კარგი სკოლა იყო, იქ ევროპული სკოლის რაღაცნაირი სახეობა იყო, სადაც ასწავლიდნენ კარგად ამ ხალხს დრამატურგიის ყველა ნიუანსს, წვრილმანს და ეს ყველაფერი მე დამთავრდა. რუსეთშიც დღეს კარგი სცენარი პრობლემაა, იმიტომ რომ იქაც სრული კომერციალიზაცია მოხდა კინოს, გადავიდნენ რეჟისორები სერიალების გადაღებაზე, კაი კინო რუსეთში ძალიან ცოტა კეთდება. მაგრამ თავი დავანებოთ, რუსეთს არ არის მაგალითი, ყოველ შემთხვევაში ძალიან ცუდი მაგალითია. როცა ევროპა გვაქვს. უნდა ფოკუსირდეს ქართული კინო ისევ საავტორო ფილმებზე, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს არის ნიშა, რომელიც შეგვიძლია ჩვენ დავიკავოთ და ეს არის ნიშა, რომელიც აინტერესებს მსოფლიოს. ჩვენ კომერციული კინოს კეთებაში ბუნებრივია ვერ შევეჯიბრებით დიდ წარმოებებს. მაგალითად ჰოლივუდს, დიახ. ნუ სისულელია, ვერც ბოლივუდს. ვერც ბოლივუდს. ბოლივუდი უფრო უკეთესად მუშაობს, ხო, ეს დიდი საშინელი დიდი მანქანაა. ფაბრიკა მაკარონის, რომელიც უშვებს აი ამ ცუდ, მაგრამ დიდ პროდუქციას. ქართული კინო იყო რა რეფორმა უნდა გატარდეს? აი ამაზე მინდა გითხრათ. ნუ სკოლა უნდა მოწესრიგდეს პირველ რიგში. უნდა ჩატარდეს ბევრი ტრეინინგები ჩვენი პროდიუსერებისთვის, ჩვენი სცენარისტებისთვის, ჩვენი რეჟისორებისთვის, ჩვენი ყველა კინოწარმოება ხო დიდი სინთეზური ის არის, ხელო. ყველა მნიშვნელოვან, ყველა დეტალს აქვს დიდი მნიშვნელობა. უმნიშვნელო
ელემენტი არ არსებობს კინოში. აი მძღოლიც კი კინოში დაკავებული მძღოლი სხვანაირი მძღოლია, ვიდრე ჩვეულებრივი მძღოლი. მას აქვს გადამწყვეტ მომენტში შეუძლია ვთქვათ დაეხმაროს ოპერატორს ან გამნათებელს და ისე დაეხმაროს, რომ ეს იმ წუთას გადამწყვეტი იყოს იმ ეპიზოდის გადაღებაში. ამიტომ მთელი ეს ჯგუფი არის და ამ წუთას წარმოიქმნა ესეთი ჩანასახი ჩვენ გვაქვს უკვე, აი სწორედ კოპროდუქციებმა გააჩინა ესეთი კარგი გუნდები, რამდენიმე, რომელმაც ისწავლეს კარგად მუშაობა, თანამედროვე დონეზე მუშაობა. მაგალითად, ეს ვიცი, აი ოთარ იოსელიანისგან ვიცი, რომ ესეთ სიამოვნება, როგორც ბოლო ორი ფილმის გადაღებისას მივიღე საქართველოში ახალგაზრდებთან მუშაობით, არ მემიღია საფრანგეთში. შანდრაბა და კიდე ახლა ახალი ფილმი გადაიღო, რომელიც სამთავრობს, რომელსაც ნაწილი საქართველოში, ნაწილი საფრანგეთში იქნება გადაღებული. ხო და ასე ვამბობ, ეს ესეთ მოურეველი პრობლემაც არ არის, რომ ვთქვათ, რომ მხოლოდ ფული გვაკლია. არა, ფული არ გვაკლია, გვაკლია კარგი მოყოლის უნარი, ანუ კარგი დრამატურგია და შემდეგ აი რაღაცა ტექნიკური დეტალები, რომლებიც არც ძნელი სასწავლია. თამარ ტატიშვილმა მართალი გითხრათ, რამდენიმე აგური კი არა, მთელი საფუძველი კინოცენტრისა, ნორმალური და რაციონალური ააშენა და ამაზე დღეს უკვე შეიძლება ნორმალურად მუშაობის გაგრძელება. თაკო არის ასევე ჩვენი წარმომადგენელი ევრიმაში, რომელიც საქართველოს აფინანსებს. ისეთ სახი გაქვს, რომ რაღაცა ანეკდოტის მოყოლა. არა, ფინალისკენ მივდივარ და ამიტომ მე მატყობინებ, რომ ჩვენი ძვირფასი დრო იწურება. მოკლედ, არაფერი გადაულახავი არ არსებობს, ჩემო ბექა, უნდა ამას რაციონალური მოქმედება და მე მткиვა ქართული კინო და სტრაგიზმია ისახა ალბათ შემსახეს. ჯგუფური, არა, პირიქით, მხიარული გამომეტყველება ქონდა და ვერ გავიგე პრობლემებზე ლაპარაკში ეს აშვაში იყო. მოკლედ ესე, არაფერი გადაულახავი არ არსებობს, უნდა თანმიმდევრულობა და რაღაცნაირი სტრატეგიის, რომელიც არსებობდა, ისევ თავიდან შედგენა. დღეს ეს სტრატეგია ეჩვენება, რომ აღარ არის. ბოლოს მინდა გითხოთ ესეთ ადამიანური შეკითხვა უნდა დავსვა, რომელზეც მე იმედი მაქვს საინტერესო პასუხს მივიღებ. ველოდები ამ საინტერესო პასუხს რა არ უნდა გააკეთოს ადამიანმა. აუ, რა არ უნდა გააკეთოს? პირველი რაც არ უნდა გააკეთოს, არ უნდა იზარმაცოს, იმიტომ რომ ადამიანი ბუნებით მიდრეკილია სიზარმაცისკენ. და ყველაზე ცუდი რაღაცა, რაც შეიძლება თავის თავს გაუკეთოს ადამიანმა, არის სიზარმაცე. თუ მიუშვი ეს ეგრეთ წოდებული თანდაყოლილი თვისება, ის წაგართმევს ყველაფრის შესაძლებლობას. სიზარმაცე არის ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ცუდი არ გასაკეთებელი რაღაც, თორე კიდე ბევრი რაღაცებია. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. გახდათ ნიკა რურვა, ხუთი შეკითხვა მომდევნო პარასკევამდე გემშვიდობებათ, რეკლამის შემდეგ ბრუნდებით.